მოგესალმებით მეგობრებო, ამერიკიდან და მოგახსენებთ დიდ მადლობას იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ, რამე თუ ასეთი საბატონო საზოგადოების შეკრება ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეზე, რასაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ჰქვია, ეს ძალიან საიმედოა და ეს ჩვენ ყველა ემიგრანტს გვაძლევს იმედს სამშობლოში დაბრუნებისას. მინდა გითხრათ, რომ შეგახსენოთ, რომ ემიგრაციაში არჩევნები ძირითადად ყოველთვის ტარდება სამართლიანად. 2020-ში მართლმადიდებლური პარტიამ 29% აიღო, ნაციონალურ მოძრაობამ 49%, გასულ წელს კი საერთოდ 7% აიღო მართლმადიდებლური პარტიამ, მაგრამ ამდენად სამწუხაროდ არ უნდა იყოს ეს 7%-ის რეიტინგის მქონე ორგანიზაცია და ჯგუფი მართავს დღეს ქვეყანას და ეს გამოწვეულია ოპოზიციის დახსახსულობის და ერთმანეთის მიუღებლობის გამო. ამიტომ ერთმანეთისგან ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალ არჩევნებშიც არ მოხდეს იგივე, რაც მოხდა გასულ რამოდენიმე არჩევნების დროს. ემიგრანტები ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით რა ხდება საქართველოში. ჩვენ არასდროს საქართველოს პულსის მაჯაზე ხელი არ აგვიღია არასოდეს იმისათვის, რომ ყველანი ველოდებით როდის დაბრუნდებით საქართველოში. იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენია ამ შეუთანხმებლობის და ამ კინგლობის მოსმენა ჩვენთვის და ამ დროს ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ამ დროს ძალიან გვიჭირს საქართველოსთვის დახმარებებზე ფიქრი და დახმარებების ორგანიზება, როცა მან არ არის ერთობა. ამიტომ ერთობაზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ საარჩევნო უბნების ემიგრაციაში გახსნაზე უკვე და არა მაშინ, როცა უკვე ცაიტნოტში ვართ და ვეღარ ვასწრებთ ამის ყველაფრის ორგანიზებას. ეს მუდმივი თემებია, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი იყოს ჩართული არჩევნებში და აქტიურობებში, რაც საქართველოში ხდება. ამას ყველაფერს სჭირდება ჭკვიანური დაორგანიზება და ჩვენი დახმარების იმედი უნდა გქონდეთ, თუ მან საიმედო სიგნალები წამოვა. მიხეილ სააკაშვილის 9 მილიონიან მომხრეების არმიას სჭირდება საიმედო სიგნალები და დიდი უსამართლობაა, რომ რუსთაველის გამზირზე დღეს არ ისმოდეს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა, მთავარი პოლიტბატონის განთავისუფლების მოთხოვნა. ეს სიტუაცია უნდა გადავტეხოთ როგორმე და აი თქვენ ჯგუფს ამის ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საქმე გასაკეთებელი თქვენი ჯგუფისა, რომ ეს უსამართლობა შეიცვალოს ოპოზიციურ ფლანგზე და პროტესტანტებში გაჩნდეს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნაც. ალბათ ეს იქნება ერთი მთავარი საქმე გასაკეთებელი. ემიგრაცია ველოდებით საიმედო ნაბიჯებს თქვენგან, ველოდებით თქვენგან რეკომენდაციებს აქ რა გავაკეთოთ ერთმანეთთან კოორდინაციით, ჩვენ შევცვალოთ საქართველოს ბედი, მზად ვართ მოგისმინოთ და დაგეხმაროთ და დავეხმაროთ ერთმანეთს, დავეხმაროთ ჩვენ თავს, რომ საქართველოში დავბრუნდეთ. ამის იმედს გვაძლევთ თქვენ, მადლობა ამისათვის, წარმატებებს გისურვებთ და გვიგულეთ თქვენს გვერდით. დიდი მადლობა.